დილამშვიდობის ეთერშია დღის ნიუსრუმი, მე ვარ ლელა ბაღდავაძე. ევროპელი ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩის შემდეგ საგარეო უწყება ახლა უკვე ბრიტანეთის წარმომადგენელს იბარებს. ევროპასთან ურთიერთობის რა ეტაპზე გადადის ქართული ოცნება და რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის ფინალი. დღეს ამით დავიწყებთ. ლაშა ტუღუშია ჩვენი პირველი სტუმარი და ის ზუსტად ერთ წუთში შემოგვერდება, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. მათ ბრალათედებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვა მოყვანა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით საუდის არაბეთის სამეფოში ქალაქ რიადში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ნაციონალური პავილიონი მოეწყო. საერთაშორისო გამოფენაში 6 ქართული კომპანია იღებდა მონაწილეობას. დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით საუდის არაბეთის სამეფოში ქალაქ რიადში სოფლის მეურნეობის ბანაკი მოაწყო. აფხაზეთზე ქართული ნაციონალური პავილიონი მოეწყო. საერთაშორისო გამოფენაში 6 ქართული კომპანია იღებდა მონაწილეობას. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ლაშა და მადლობა რომ გვესწრებთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევას. ბატონ ლაშა, ევროპელ ელჩებს იბარებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და დღეს ამით მინდა დავიწყოთ. გუშინ გერმანიის ელჩი პეტერ ფეშერი, დღეს უკვე ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი. კრიტიკა და ბრალდებები გერმანიის, ბრიტანეთის თუ მთლიანად ბრიუსელის მისამართად ახალი არ არის, თუმცა ახალია ის, რასაც ახლა უყურებთ, როგორც პეტერ ფეშერმა თქვა, პირველი ასე ვთქვათ დაბარება საგარეო უწყებაში. ხო, ნახოთ რა განცხადებას გააკეთებს საგარეო უწყება უშუალოდ ბრიტანეთის ელჩთან მიმართებაში, თუმცა ვიცით რა პრეტენზიები აქვს ხელისუფლებას გერმანიის ელჩთან დაკავშირებით. ის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაშია დადანაშაულებული, როგორც საგარეო უწყების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მას შეხვედრაზე განუმარტეს, რომ აი ვენეციის კონვენციის თანახმად დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს. აი რა სახელი უნდა დაერქვას ევროპელი ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას და არ ვიცი რა ქვია ურთიერთობების იმ ფაზას, რომელშიც ქართული ოცნება შედის ევროპასა და ევროპის წამყვან სახელმწიფოებთან ურთიერთობაში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე ვფიქრობ, აღრმავებენ კონფლიქტს ევროპის ქვეყნებთან, ევროკავშირთან, როგორც ინსტიტუციასთან, აშკარად ხედავთ კონფლიქტის ესკალაციას და ეს ფაზა ძალიან სახიფათოა ჩემი აზრით, ვინაიდან დემარშები, რომელსაც ახლა აწყობენ ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოების ელჩების, ანუ მთავრობების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ელჩების დაბარება არ არის პერსონალური საკითხი, ელჩის დაბარება ნიშნავს იმ სახელმწიფოს მიმართ სერიოზული კითხვების, ასე ვთქვათ, გაჩენას, ანუ პრეტენზიების გაჩენას, ეს ფაქტობრივად გარკვეული ტიპის სანქციაც კი შეიძლება მივიჩნიოთ, სანქციად მივიჩნიოთ. ამიტომ ეს არის ის პროცესი, რასაც ჩვენ ხშირად უძახით ხოლმე, რომ საძირკველი კიდე ჩაანგრიეს და კიდე უფრო ღრმად ჩაიტანეს საკუთარი ქვეყანა იმ ჯურღმულში, რასაც ქვია დასავლეთთან დაპირისპირება, რაც პირდაპირ ხსნის კიდევ უფრო ფართოდ გზას ჩვენი მეზობელი რუსეთისკენ. და არა მარტო რუსეთისკენ, ზოგადად ეს აგრესიის რისკები ქვეყანას ეზრდება იმის პროპორციულად, რამდენადაც უპირისპირდებით დასავლეთთან. ჩვენ გადავდივართ ღია დაპირისპირების ფაზაში, აქამდე თუ კიდე რაღაც შეეძლოთ ვითომ რაღაც მანევრების განხორციელება, აი ეს დემარშები ელჩების წინააღმდეგ, გერმანიის, ბრიტანეთის და მე ვფიქრობ, რომ ლოგიკურად კიდე მოყვება ამას რაღაც ნაბიჯები, გაგრძელება რა თქმა უნდა იქნება, ეს არის პირდაპირი კონფლიქტში შესვლა დასავლეთის უმძლავრეს სახელმწიფოებთან, რომელთა
ძალაც, რესურსიც და ესე იგი ყველანაირი შესაძლებლობა 1000-ჯერ აღემატება საქართველოს. ეს არის აბსოლუტური არაგონიური ნაბიჯები, ყველაფერს თავი დავუნა. თუმცა მისი ესე ვთქვათ არგუმენტები აქვს ქართულ ოცნებას და შევხედოთ რას ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, ასევე შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა. ხა ამ თემაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა კიდევ ერთხელ რამდენად უნდა დადიოდნენ უცხოელი ელჩები ქართულ სასამართლოებში მიმდინარე პროცესებზე და ხო არ ვიცი ეს და სხვა გარემოებები რამდენად შეიძლება შეფასდეს როგორც გერმანიის ელჩის ღია მხარდაჭერა მომიტინგეებისადმი და შესაბამისად მესიჯი რომ უნდა შეიცვალოს ქართული ოცნების ხელისუფლება. დასავლეთის ქვეყნები ღიად უჭერენ დემოკრატიებს გარეთ არა მარტო შიგნით, ეს არის აღიარებული პრინციპი, თანამედროვე სამყაროში დემოკრატიები არიან ერთმანეთის მიმართ სოლიდურები, ადამიანის უფლებები, რომელიც აღიარებული აქვს მათ შორის საქართველოს, ისა მიერთებული კონვენციებს და 1000 სხვა ტიპის საერთაშორისო დოკუმენტებს, ეს პროცესი ბუნებრივი არ არის მხოლოდ უფლებებთან დაკავშირებული და ვიღაცის რაღაცა გადაწყვეტილებაზე პერსონალური ან სუბიექტურ ეს არის ვალდებულებები დემოკრატიების. ანუ ის რომ გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, დანია, ჰოლანდია ხა შემეძლება უსაშუალოდ ასე ვთქვათ სიაგავაკეთო დემოკრატიული ქვეყნების მათი წარმომადგენლები რომ ესწრებიან სასამართლო პროცესებს ეს ნიშნავს ერთგულებას იმ პრინციპების და არავითარ შემთხვევაში ვიღაცის შიდა საქმეების ჩარევას ეს ძალიან კარგად იციან ეს არის აღიარებული პროცესები აღიარებული მიდგომები რომელიც არის გაზიარებული და აქამდე ვთქვათ საქართველოს მიაჩნდა რომ იყოს სწორი პროცესი ისინი აკვირდებიან ეს ერთი და მეორე ჩვენ ვიყავით და დღესაც ფორმალურად ვითვლებით გარკვეულ პროცესში ხო ვითვლებით რომ ვართ კანდიდატი ქვეყანა და გვინდა გავხდეთ წევრი ქვეყანა ეს ნიშნავს იმას რომ გვინდა გავხდეთ დასავლეთის ნაწილი ფორმალურად კონსტიტუციით აღიარებით დეკლარაციულად და ასე შემდეგ ეს გულისხმობს იმას რომ გაკვირდება შენ გარე ძალა, სადაც გინდა შეხვიდე და ის ეგესტრება ყველაზე სენსიტიურ, ყველაზე ასე ვთქვათ, მტკივნეულ პროცესებს, სასამართლოს პროცესებს, რომელიც არის მაგალითად აქტივისტების წინააღმდეგ, მაგალითად ჟურნალისტის ხალის წინამძიას წინააღმდეგ, მაგალითად პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, როდესაც გაგანია არჩევნები მიდის. აბა რა გონიათ? აბა მაშინ იგივე კონტექსტით შეიძლება იმჟელონ სიტუაცია უთეოდირის წარმომადგენლებს რომ ვითომ თხოვეს დასწრება თან რომ იცოდნენ რომ არ დაესწრებოდნენ ნიშნავს რომ საერთოდ არაფერს არ უნდა ესწრებოდნენ არჩევნებზე დასკვნები არ უნდა დაწერონ და ასე შემდეგ ადოლაშა შევხედოთ რას ამბობს თვითონ პეტერ ფიშერი არ მომისმინეს რადიკალი არ ვარ გერმანია მეგობრად რჩება ასე ეხმაურება თავად გერმანელი ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი დაბარების ფაქტს და ზოგადად იმ შეხვედრას რომელიც გუშინ გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროში აი ეს არ მომისმინეს რა ესე ვთქვათ მოლოდინის საფუძველს შეიძლება ქნიდეს საქართველოს გერმანიის სამომავლო ურთიერთობებთან მიმართებაში რა შეიძლება იყოს ფინალი ამბისა როცა ერთი მხარე არ უსმენს მეორეს და მეორე მხარე არ უსმენს პირველს იცით როდესაც ელჩი დიპლომატი გამოცდილი ისეთი როგორც არის გერმანიის ელჩი ამბობს არ მომისმინეს ეს სხვა რაღაცას გულისხმობს ეს გულისხმობს იმას რომ დაირღვა წესი ნებისმიერი ელჩი რომელიც მიდის სადმე თუ არის რაღაცა გაუგებრობა კონფლიქტი ან სხვა აზრები არსებობს ხსნის თავის პოზიციას თავისი სახელმწიფოს პოზიციას და ცივილური ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად უსმენს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. ეს არის უმარტივესი საკითხი, ეს არის სტანდარტი. როცა შენი სამინისტრო არ უსმენს ელჩს და ელჩი ამას ღიად ამბობს, ეს ნიშნავს, რომ ხარ, რა ვიცი, ჯუნგლები.
პირდაპირ მნიშვნელობა ამას გულისხმობს ეს სამწუხაროდ. ესე ის გვეუბნება ძალიან მარტივ რაღაცას, რომ თქვენ საერთოდ სათხართ. ამიგეთ და გააკეთა განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. და ეს განცხადება არის ძალიან მძაფრი, ძალიან მკვეთრი და აბსოლუტურად მამხილებელი იმისა, რომ ჩვენ არათუ არასწორი პოზიცია გვაქვს, არამედ ელემენტარული კულტურა არ გაგვაჩნია იმისა, რომ მოვიქცეთ სათანადოდ ისე როგორც ეკადრება დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთ-ერთ სამინისტროს. ამაზე აქვს საუბარი და რას მოიტანს ეს მოიტანს შესაბამის რეაქციას ბუნებრივად. სანამდე შეიძლება წავიდეს ქართული ოცნება, ესეც მინდა გითხოთ, ანუ უნდა ველოდოთ თუ გამორიცხავთ, რომ აი არ ვიცი ქართულმა ოცნებამ გერმანიის ელჩი საერთოდ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს და ასე ვთქვათ გააძევოს ქვეყნიდან. ნუ ეხლა წარმოიდგინეთ ამ ნაბიჯს თუ კი რა თქმა უნდა ასეთი ნაბიჯი იქნება გადადგმული სახელმწიფო პარტიის მხრიდან, რა გადაწყვეტილებები შეიძლება მოხდეს გერმანიის მხრიდან? მოდით ოდნავ ესე ვთქვათ ერთი ნაბიჯი უკან დავიხიოთ და ვთქვათ რასთან გვაქვს საქმე. გერმანია ვიდრე აი ეს ცნობილი ასე ვთქვათ გადაწყვეტილება არ გახდებოდა ასე ვთქვათ საჯარო, მე გულისხმობ შარშანდელ გადაწყვეტილებას ითქვა რომ ჩვენ შევაჩერეთ ასე ვთქვათ ევროპული მიმართულებით მოქმედება ევროკავშირის მიმართ ასევე არ დაიწყებოდა ეს რაც დაიწყო 22 წელს გერმანია იყო მთავარი მხარდამჭერი საქართველოსი იმისა რომ მოხდარიყო ევროპული ინტეგრაცია. გერმანია იყო ჩვენი ძირითადი ლობისტი ევროკავშირში, იმიტომ რომ იქ არ არის მარტივი ვითარება და ყველა ეხა ბედნიერია რომ არ იქ ეხა საქართველოს ისე ასეთი პრობლემებით მიიღონ ევროკავშირში. და ვის უთხრამენ ყველაზე მეტად? უთხრამენ იმას იმენს იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რომელიც იყო მთავარი დასაყრდენი შენი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აი ამიტომ გითხარით რომ ერთი ნაბიჯით დავიხიეთ უკან და ეს ელჩი იყო ყველაზე აქტიური ხმალამოღებული ადამიანი, მათ შორის პერსონალურ წოდესაც დებდა იმაში რომ საქართველოსთვის გაეწმინდა ეს გზა რომ ჩვენ სწრაფად გავხდარიყავით ევროკავშირის წევრები. აი მას უთხრამენ და მის მიმართ არის აგრესია, რომელმაც ყველაფერი და ესე თქვა, ყველა ზღვარს გასცენ ესენი, იმიტომ რომ წარმოუდგენელია დღეს გერმანიის ელჩს უძახდი რადიკალს. და ფაქტობრივად რადიკალი რას ნიშნავს გერმანიაში, გერმანული საზოგადოებისთვის? ეს არის დაახლოებით იგივე რომ დაუძახო ხა ფაშისტი. თუმცა ამათთვის ეს ფაშისტი ისეთი სიტყვა გახდა, აი ლიბერალი ფაშისტი რაღაცები. ხო გახსოვთ იქ კვლელობა რომ მოხდა და აბრალეს იქაც ლიბერალის აღმოჩნდა რომ თუნდაც მემარცხენე რადიკალები არიან ჩართული, ხო ტრამპის გადაწყვეტილება. იცით ეს ზოგიერთ შემთხვევაში რომ დააკვირდე იმდენად არაადეკვატურია აი ესეთი ტერმინები საუბარი ელჩებზე რომ ეს ქალაქის მერმა რო თქვა ეგ ჩვეულებრივი რადიკალია გერმანიის ელჩზე ევროკავშირის ასე ვთქვათ ელჩზე სხვა ელჩებზე ნუ ეს სიტყვები შეაჩვიეს გამიგეთ და რა თქმა უნდა კიდევ ვიმეორებ ეს ძალიან ცუდად მოუბრუნდება რა თქმა უნდა მათ, მაგრამ ძალიან ცუდად მოუბრუნდება ქვეყანას. რა თქმა უნდა. ბრალდებებთან დაკავშირებული თემა მინდა კიდევ ერთი კითხვით გავაგრძელოთ და რატომ ეხა იმ ბრალდებებს, რაც ელჩების მისამართად ისმის და რაზეც გარკვეულწილად უკვე ვისაუბრეთ, ემატება კიდევ ერთი განცხადება, რომელსაც აკეთებს ირაკლი კობახიძე და რომლის მიხედვითაც ევროპელი ელჩები ებრძვიან არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ თურმე ერეკლე მეორის საქმიანობასთან დაკავშირებითაც ქონიათ პრეტენზიები. ციტატა პრემიერის განცხადებიდან თავის დროზე, როდესაც ყველაზე დიდი ზეწოლა იყო მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ელჩი შეხვდა ჩვენს ერთ-ერთ ლიდერს და დაიწყო მასთან სრულად გაუგებრად ერეკლე მეორის ლანცვა. ამის შემდეგ მე მქონდა შეხვედრა ჩემს ერთ-ერთ კოლეგასთან, იმავე საელჩოს მაღალი რანგის წარმომადგენელთან და იმანაც უცბად დაიწყო ერეკლე მეორის ლანცვა. აქედან ერთ კვირაში გამოიყვანეს ბატონი ბერძენიშვილი ფსევდო მოაზროვნე და მას გაალანძღინეს ერეკლე მეორე. გუშინ მოვისმინეთ კობახიძის ეს განცხადება. არც ვიცი რა ფორმულირებით უნდა გითხოთ. ხა ბოლო პერიოდის განმავლობაში გარკვეული ასე ვთქვათ ჯგუფის მხრიდან მართლაც გახდა შეფასების საგანი ერეკლე მეორის საქმიანობა და ის რა გააკეთა კარგი და რა გააკეთა ცუდი, თუმცა ამ კამპანიის თუ ამ განცხადებების უკანაც რამდენად შეიძლება დავინახოთ ბრიუსელი და კონკრეტული ელჩები. ნუ იცით რა ვიცი ხა
მე ვერ წარმოვიდგენ მივიდეს რომელიღაც ქვეყნის ელჩი და დაიწყოს ხა ერეკლე მეორეზე საუბარი და ან საერთოდ ლანძღვა. ნუ ხა აბსურდია. ბოდიშს ვიხდი. ჩვენთვის არის აბსოლუტურად დაუჯერებელი. ეხლა რომ ჯერთი თქვა, რომელზე საუბარი, ეხლა ეგრე ნებისმიერ ამე შემიძლია დავაბრალო ნებისმიერ ადამიანს, ხო? რას ნიშნავს? ხა რაში უნდა აინტერესებდეს რომელიღაცა ელჩს ხა ერეკლე მეორეზე საუბარი, ხა რა ვიცი, მე ბევრჯერ შევხვედრი ვარ ელჩებს, ბევრნაირი საუბარი მომისმენია, მაგრამ ხა ერეკლე მეორეზე დავით აღმაშენებელზე და რაღაც თამარ მეფეზე ეს მათ ინტერესში არ არის. საერთოდ აბსურდული საუბარია. უბრალოდ აქ გასაგებია ტენდენცია ესეთია, რომ ქართველებს, რომლებსაც ძალიან უყვართ საკუთარი ისტორია და ჩვენ ყველას გვიყვართ ჩვენი ისტორია, ეუბნებიან, რომ იცით რა, ეს დასავლეთის წარმომადგენლები არიან ჩვენი იდენტობის მტრები და წინააღმდეგი და ჩვენი ებრძვიან ჩვენს ქრისტიანობას, ებრძვიან ჩვენს ისტორიას, ჩვენს ღირსეულ მამულიშვილებს და ამ შემდეგ და ეს არის პოლიტიკური მითების ნაწილი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იქმნება ამას ხელს უწყობს ეს ასე ვთქვათ პოლიტიკური ძალა, მართველი პოლიტიკური ძალა და ცდილობს რომ შეაძულოს დასავლეთი ქართველებს. შეაძულოს და ეუბნება რომ აი ისინი გაფურთხებენ სულში. რაც ახლა თავისთავად გასაგებია რომ არის მოგონილი qalbi ნარატივი იმისათვის რომ თავისი რაღაცა პოლიტიკურ მიზნებს მიაღწევს რომ და ეს მიზნები არის ქვეყნის საწინააღმდეგო, ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო. კეთილ ბატონაშა სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც მინდა გადავხედოთ და პრინციპში ხაზი იგივეა, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არ მიიწვიეს ლუქსემბურგში 20 ოქტომბერს დაგეგმილ მინისტერიალზე, რომელსაც არაერთი სხვა ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაესწრება. ეს კი კიდევ ერთი მიზეზია რის გამოც ქართული ოცნება ასე ვთქვათ გაბრაზებულია ევროპელ პარტნიორებზე და დღეს ბევრი ვისაუბრეთ ირაკლი კობახიძეზე, ბევრჯერ მომიწია პრემიერ-მინისტრის პოზიციის ხსენება, თუმცა მაინც და კიდევ ერთხელ ციტატა მისი განცხადებიდან ეს საბჭოური მიდგომაა, რომელიც ევროპის ინტერესებს აზიანებს, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა დაკავშირებადობის კუთხით თავისი ადგილმდებარეობიდან და გეოგრაფიული პოტენციალიდან გამომდინარე და როცა ასეთი ქვეყნის მილისა არ იწვევ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, ამბობს ირაკლი კობახიძე. მართლაც, როგორც კობახიძე აცხადებს, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა დაკავშირებადობის კუთხით თავისი ადგილმდებარეობიდან და გეოგრაფიული პოტენციალიდან გამომდინარე. შესაბამისად, რა პასუხი გაქვთ კითხვაზე, რატომ გამოტოვეს ასეთი საინტერესო ქვეყანა? იცით, ამ მინისტერიალზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განიხილოს, სხვა შორის ერთ-ერთი არის შავი ზღვის უსაფრთხოება, დემოკრატია, და ასე შემდეგ. ეხლა მე ვკითხულობ აი ასეთი შეფასებების შემდეგ რას ნიშნავს რომ როდესაც არ გიწევენ. ეს ნიშნავს იმას რომ შენი პოლიტიკა მათ ძალიან არ მოწონთ და მიაჩნიათ რომ და იმდენად არ მოწონს უკაცრავად რომ არც კი დაუძახეს საგარეო საქმეთა მინისტრი. ეხლა ხო ხვდებით ეს როგორი ასე თქვა დემარშია მათი მხრიდან. ესე იგი რაღაცა ისეთნაირად ფუჭდება რომ ვეთანხმები ბატონ ირაკლის განცხადებას იმ ნაწილში რომ საქართველოს აქ უმნიშვნელოვანესი გეოგრაფია, უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ასე თქვათ მდებარეობდა გამოდე ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკის თვალსაზრისით შუა კორიდორი, ენერგოდერეფანი და 1000 პოზიტიური რამე შეიძლება ითქვას, მაგრამ როდესაც ამას ხაზს გადაუსვამენ, რატომ გადაუსვეს ხაზი? რატომ არ დაგიძახეს? ხომ და გაცე პასუხი რა. ხო, მაგრამ ბატონაშა, აი მეორე მხრივ ხა მაკა ბოჭორიშვილი არ დაპატიჟეს ღონისძიებაზე, მაგრამ ბოჭორიშვილთანაც და მიხეილ ყაველაშვილთანაც ამ ღონისძიების მიღმა სხვა ქვეყნის ხელმძღვანელი პირები შეხვედრებს მართავენ. აი სხვა შორის ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო წერს ასეთ რამეს და ამ ქვეყნებსაც დაგიკონკრეტებ, ქართული ოცნება შეურაცხყოფას აყენებს ევროპელ ელჩებს და აგრძელებს საქართველოზე ტყვის ფარდის ჩამოფარებას, მაგრამ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში
თავის ქართველ კოლეგას ხვდება. ახსნა, აი ამ კითხვას სვამს ევროპარლამენტარი და მართლაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მაკა ბოჭორიშვილმა ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გუშინ შეხვედრა გამართა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ისე როგორც მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ასევე აი ამ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, გუშინ მიიწვიეს დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე, სადაც ამერიკის ვაჭრობის დივანს შეხვდა და მასთან შეხვედრები გამართა ასევე რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერმაც, სლოვაკეთი და სერბეთი იყო რამდენადაც მახსოვს. რა ახსნა აქვს ამას, ანუ აი ის კითხვა რომ დაგისვათ, რასაც სვამს თვითონ ევროპარლამენტარი ნატალი ლუის. კი ბატონო, მარტივი იმ ელჩი შეხვდა, მინისტრი შეხვდა, მაგრამ რა არის დღის წესრიგი? დღის წესრიგი არის საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანას აქვს. და შენ არ გელაპარაკებიან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, არ დაგიძახეს ლუქსემბურგში, მაგრამ გელაპარაკებიან იმ არადემოკრატიულ პროცესებზე, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს დეკლარირებულ კურსს, რომელიც არ შეესაბამება საბჭოთა კავშირის შემდეგ რა კურსიც აერჩია საქართველოს. ამაზე შეგვხვდება, რა თქმა უნდა, რომელიღაცა ქვეყნის მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი და გეტყვის, რომ ასე თუ გააგრძელებ, მოხდება ეს. ეს, რა თქმა უნდა, ნათელი და ძალიან მარტივი გასაგებია. მაგრამ სამწუხაროდ ვიმეორებ, არ გიძახიან იქ, სადაც შენი ხმა იქნებოდა გამომდინარე თუ გექნებოდა თქვა დემოკრატია. მაშინ შენ იქნებოდი სხვა პროცესის მონაწილე. ფაქტობრივად შენ გაგრიყეს და ნაბიჯ გაგდებენ იმ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესებიდან, რომლის ნაწილი ჩვენი ქვეყანა ხდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად. ყველა ხელისუფალი, რომელიც არსებობდა საქართველოში, კარგად თუ ცუდად რაღაც ნაბიჯს გამდა. ზოგი ნატოს მიმართულებით, ევროკავშირის მიმართულებით, დასავლეთის დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. ეხლა მივდივართ უკან და ამას მინისტრი ხდება საფრანგეთის, რაზე ელაპარაკება. აი რაც თქვა ევროპარლამენტი ძალიან გასაგებია. ეხლა ეს სპეკულაციები, რომ აი ვიღაცა შემხვდა და ხელი ჩამომართვა და რა ბედნიერება, რა გითხრა იმ კაცმა, თუ იმ ქალმა რო შეხვდა, რა გითხრა, გვითხრან, რა უთხრეს? მე მგონი კარგს არაფერს ეტყოდნენ. ამერიკის ვაჭრობის მინისტრს პოლიტიკური გზავნილები ექნებოდა თქვენი აზრით, თუ იქ სავაჭრო თემატიკასთან დაკავშირებით მოხდებოდა აზრების გაცნობა. ნებისმიერ მინისტრს ექნება, ნებისმიერ მინისტრს ექნება ბუნებრივია პოლიტიკური გზავნილებიც. რატომ? იმიტომ რომ მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. რახან ის ვაჭრობის მინისტრია, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ის პოლიტიკა არ ეხება. ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. ბუნებრივია ის ეტყვის, მაგრამ შენ თუ საბოლოოდ ჩამოყალიბდები ავტოკრატიად, იტყვი რომ მე ვარ აი ესეთი როგორც არის ბელარუსი, ნუ ვიღაცა სადღაც შეხვდება და დაგელაპარაკება გარკვეულ ესე ვთქვათ შეზღუდულ თემებზე, შეიძლება ეკონომიკას, შეიძლება რაღაც ეგეთ საკითხებზე, მაგრამ რა გვინდა ჩვენ? გვინდა რომ თურქმენეთს დავემსგავსოთ? ამაზე აქვს საუბარი. გასაგებია, ბატალაშა, კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს მინდა შევეხოთ და ამჯერად სუსში გამართული ბრიფინგი, გუშინ გამართულ პრესკონფერენციას გულისხმობ, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ 4 მილიონი ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია 5 პირი, მათ შორის ბიჭიკო პაიჭაძეზე გამოცხადდა ძებნა, აღმოჩნდა, რომ ეს არის ქართული ოცნების წევრი ვანის საკრებულოში და გარდა იმისა, რომ ქართული ოცნების გუნდს წარმოადგენდა, ყოფილა ასე ვთქვათ, ნათესაურ კავშირში სუსის ყოფილ ხელმძღვანელ გრიგორ ლილუაშვილთან და სხვა შორის სწორედ ამ ფაქტის გამო კიდევ ერთხელ გააქტიურდა კითხვა, ხომ არ შეიძლება ამ ჯგუფის დაკავების მთავარი მიზეზი იყოს სწორედ ლილუაშვილზე გასვლა. აი თქვენ რას ფიქრობთ? პაიკიძის და მისი კომპანიის თანამშრომლების აყვანა ეს შეიძლება იყოს შემთხვევითი დაკავება თუ კავშირი შეიძლება კონდეს სწორედ ლილუაშვილის სახელსა და კვართს. იცით, ის ისტორია, რაც დაედო საფუძვლად დაკავებას, ვიღაც გაქცეულია, ვიღაც არ არის გაქცეული, ეს ისტორია გუშინდელი არ არის. მე პირადად ტელევიზიით მოვისმინე და უყურე
მეშვეობით და იქიდან გავიგე ეს ამბავი და ეს დღეს კი არ გავიგე, დიდი ხნის წინ გავიგე. და ბევრჯერ ითქვა ამის თაობაზე, მაგრამ რატომღაც დღეს გადადგა ნაბიჯი. და გადაიდგა ნაბიჯი სწორედ იმ კონტექსტით, რაც თქვენ ბრძანეთ და მიება ამას ესეთი კუდი. ეხლა ეს ნამდვილად ესეა თუ არ არის ესე, კარგად გამოჩნდება, მე მგონია უახლოეს მომავალში. თუმცა კითხვა, რომელიც გაჩნდა და სხვა კითხვები, რომელიც ასევე არსებობს სხვა დაკავებებთან დაკავშირებით, რომ ეს არის გარკვეული შიდა ფრაქციული დაპირისპირება რაღაცა დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება, მე ვფიქრობ, რომ ამას აქვს ბუნებრივია საფუძველი, მაგრამ თუ ეს კითხვა მართალია, ეს ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში ეს ერთი ჯგუფი, რომელიც დღეს არის, ასე თქვა, თავარი ამ აღმასრულებელში და საკანონმდებლო ნაწილში, ის ჯგუფი იმდენად პერსპექტივაში გაძლიერდება, რომ სერიოზული საფრთხე შეექმნება თავარ ლიდერს, რომელიც გახლავთ ბატონი ივანიშვილი და აქვე დავამატებ არემ გეტყვით, მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებებს, რომელსაც სხვა არხებზე ვისმენ, სადაც თითქოს შეუძლებელია ძალაუფლების ბატონ ივანიშვილის ძალაუფლების შერყავა, იმიტომ რომ მასზე არის დაშენებული თურმე ეს მთელი ეს სისტემა. წავიკითხოთ ისტორიის სახელმძღვანელოები, როგორ თავდება ხოლმე ასეთი პროცესები. მით უმეტეს თუ პროცესი მიდის აი ესეთი ავტორიტარულ არხში, როგორ თავდება და აუცილებლად ახალგაზრდა ენერგიული ნაწილი როგორ წესი ერევა აი იმას, ვიზედაც საუბრობდა დიდი თუ ეს ესეთი პროცესია და ძალიან გავს ამ პროცესს, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ესეც დამთავრდება. მადლობა ბატონ ლაშა, იმისთვის რომ გვესტუმრეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები. ლაშა ტუღუში პასუხობდა ჩვენს კითხვებს, ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გვერდება, ასე რომ დაგვარდეთ. მადლობა. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, პარტია თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი სიმონ ჯანაშია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ სიმონ და მადლობა რომ გვესტუმრეთ. გამარჯობა, მადლობა მოწვევით. ბატონ სიმონ, სასაუბრო ბევრია, არაერთი აქტუალური საკითხია საზოგადოების ყურადღების ცენტრში და მე შევეცდები რომ რამდენიმე თემას მაინც შევეხოთ, თუმცა მინდა დავიწყოთ პროტესტით, რომელმაც უკვე ასე ვთქვათ 300 დღეს გადააჭარბა, მით უფრო რომ თქვენ ერთ-ერთი აქტიური ესე ვთქვათ მონაწილე ხართ ამ საპროტესტო გამოსვლების. ამ გამოსვლებმა არაერთ სეზონს ხო ზამთარს, გაზაფხულს უკვე შემოდგომაც დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. საპროტესტო აქციები შესაბამისად გითხარით რა აჩვენეს გოგოებმა და ბიჭებმა, ახალგაზრდებმა, რომლებიც ყოველ საღამოს გადიან ქუჩებში და რამდენად მიდის პროცესები იმ ძირითადი მიზნისკენ, რის გამოც ლამის 1 წლის წინ ეს პროტესტი დაიწყო, ხო? ანუ რამდენად მიდის ქართული ოცნების ჩამოშლისკენ? მადლობა მოწვევისთვის. ეს პროტესტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში აი თქვენ საინტერესოა თქვით რომ გოგოებმა და ბიჭებმა რა აჩვენესო და სინამდვილეში მხოლოდ გოგოები და ბიჭები არ არიან ამ პროტესტში ჩართული. იმ დღეს ვაკვირდებოდი ვინ არის მონაწილე ამ პროტესტის და აი მაგალითად რეგულარულად ხედავ 3 უნივერსიტეტის რექტორს, რომელიც დადის ამ პროტესტზე. ანუ ხანდახან საზოგადოებას წარმოუდგენია ხოლმე, რომ ეს არის რაც უბრალოდ აქტივისტების ჯგუფები, მაგრამ სინამდვილეში ესე არ არის. ან მაგალითად პროტესტს ხედავ რეგულარულად ორ ადამიანს, რომელიც ევერესტზეა ნამყოფი. სულ საქართველოში 11 ადამიანია ევერესტზე ნამყოფი და აქედან 2 პრაქტიკულად ყოველდღე აპროტესტებს ქართული ოცნების პოლიტიკას. ან ხედავ ხელოვანებს, საქართველოს საუკეთესო მხატვრებს, მომღერლებს, მსახიობებს, მეცნიერებს, არტყლევრებს, პროფესორებს უნივერსიტეტის. ამ ხალხმა აჩვენა ის, რომ ის მიზანი, რაც ჩვენ გვაქვს, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, არსად არ წასულა და არც არასდროს არ წავა, მიუხედავად იმისა, რა ტაქტიკას არ უნდა მიმართოს ქართულმა ოცნებამ და ეს მიზანი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ
ჩვენთვის არ არსებობს ბარიერი რა, რომელიც ამ მიზნისკენ სვლას გადაგვათქმევინებდა, ხო? ანუ ჩვენ ახლა რეალურად ხედავთ იმას, რომ საქართველოს პირველად მე რაც მახსოვს ყოველ შემთხვევაში, და მახსოვს საბჭოთა კავშირის დროიდან ჯერ კიდევ პირველად მიდის უკან. ანუ ჩვენ საბჭოთა კავშირის დროსაც კი ვიცოდით, რომ რაღაცა გაუმჯობესება ხდებოდა, ხო? აი ვიცოდით, რომ უფრო მეტი პლურალიზმი ჩნდებოდა, მე რაღაცა გაჩნდა იმედი, რომ მრავალპარტიული გახდებოდა, მე დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მე მიუხედავად იმისა, რომ 90-იანებში ქონდა საშინელი დრო, არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურად ვიცოდით, რომ უკეთესობისკენ წავიდოდით და ეხლა არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოება ხვდება, რომ თუ არ გავაჩერეთ ეს სვლა, მივდივართ უკუღმა, ანუ ეხლა დავბრუნდით საბჭოთა კავშირის დროინდელ პირობებში, როცა ერთპარტიული პარლამენტი იყო პირველად, ანუ მსგავსი რაღაც არ არსებობს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საბჭოთა კავშირში თუ არ ჩავთვლით და ეხლა ვიწყებთ გაუქმებას ურთიერთობების იმ ქვეყნებთან, რომლებთან დამყარებასაც ვიმუშავებთ უკვე 30 წელზე. როგორ უნდა შეაჩეროთ ეს ყველაფერი, რა არის ყველაზე ეფექტური გეგმა, რომ ქვეყნის ასე ვთქვათ უკან წამოსვლა შეწყდეს და კვლავ დაიწყოს ჩვენმა ქვეყანამ სიარული წინ. ამ კონტექსტში მინდა დაგისვათ კიდევ ერთი კითხვა და თქვენ იცით, რომ ყველას, ვინც და მე პროტესტზე კითხეთ, ყველა, ვინც რუსთაველის გამზირზე დგას, რადიკალს უწოდებს ხელისუფლება, რომელიც ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ასე ვთქვათ არეულობაა ამ პროტესტის მთავარი მიზანი და მეტიც თქვენ ასევე იცით, რომ ევროპელი პარტნიორებიც კი არიან დადანაშაულებულნი ძალადობის წახალისებასა და მეტიც დაფინანსებაში. შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირს ყოველდღიურად თავის მართლების რეჟიმში უწევს ყოფნა და სხვა შორის 27 ქვეყნის საელჩომ გაავრცელა გუშინ განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არ არის უბრალოდ არ არის ძალადობის მხარდაჭერი და ამ თვალსაზრისით გავრცელებული ინფორმაცია და ბრალდებები არ არის შესაბამისად სიმართლე. კიდევ ერთხელ რა არის პროტესტის მთავარი მიზანი? მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება თუ ასე ვთქვათ კეთდება დაშვება იმის რომ პროცესებმა შესაძლოა მიიღოს ასე ვთქვათ უმართავი ხასიათი. ან ძალადობას, რადიკალიზმს თქვენს გეგმებში რა როლი და ადგილი აქვს? მე ვფიქრობ, ამ კითხვის დასმა საერთოდ არ არის რელევანტური, იმიტომ რომ ჩვენ მოვაჩვენეთ როგორც 300 წლის განმავლობაში, რომ ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი. ერთ-ერთი მოძალადე ამ ქვეყანაში არის ქართული ოცნება, რომელიც იყენებს ფიზიკურ ძალას იმისთვის, რომ გაუსწორდეს საკუთარ ოპონენტებს. ჩვენს ნახეთ დეკემბერში, როდესაც ხალხს ემდნენ ქუჩაში, ჩვენს ნახეთ რამდენიმე კვირის წინაც, როდესაც ხალხს ემდნენ ქუჩაში, მე თან ვიყავი ფიზიკური შეტევის სამიზნე, როცა ერთ-ერთი ადამიანი ეს დარბოდა მიტინგზე და სამჯერ მომვარდა იმისთვის, რომ დაერტყა ჩვენთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ აპროტესტებდი ქართული ოცნების პოლიტიკას კახი კალაძის საარჩევნო შტაბის წინ. და ეს ანუ ჩვენ ესკალაციას ვერ გავაკეთებთ ამ პროცესების, თუ ვინმე შეუძლია და უნდა რომ გააკეთოს ესკალაცია, არის ქართული ოცნება და ამ ტემპერატურას მხოლოდ ქართული ოცნება, მაშინ კიდევ ერთ კითხვას დაგისვავთ, ახლოვდება 4 ოქტომბერი და თქვენ ასევე იცით, რომ ოპოზიციის ნაწილს კონკრეტულ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას მშვიდობიანი რევოლუციის მოწყობა აქვს დაანონსებული. აი მართლა გულწრფელად მაინტერესებს, როგორ უყურებთ ამ გეგმას ისინი, ვინც ქუჩაში 300 დღეზე მეტიად გახართ. კონკრეტული თარიღების ჩამოკიდება და ოცნების რევოლუციური გზით დამხობაზე საუბარი, თუნდაც ამ გეგმას სიტყვა მშვიდობიანი დაამატო. აი ხომ არ აზიანებს პროტესტს, რომელიც მალე 1 წლის გახდება და შესაბამისად ხომ არ ზრდის საზოგადოებაში იმედგაცრუებას ოპოზიციური ძალების თუ იგივე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ მე არ ვიცი როგორ უპასუხო ამას, იმიტომ რომ არ ვიცი რა მოხდება. ანუ წინასწარმეტყველება არ არის ჩემი პროფესია. მე შემიძლია თქვა ის, რომ ჩვენ ამ 300 წლის განმავლობაში პრინციპში ყოველ დღე ვახდენთ რევოლუციას. ეს არ არის რაღაცა ჩვეულებრივი შეკრება. ანუ რევოლუცია მდგომარეობს იმაში, რომ იცვლება ხალხის დამოკიდებულება საგნების და მოვლენების მიმართ, ხო? ანუ ჩვენ თუ მაგალითად მოსახლეობის დიდი ნაწილი სადღაც 1 წლის წინ თუ ფიქრობდა, რომ
რაღაცნაირად ჩვენ მივდიოდით ევროპისკენ, ეხლა უკვე ესე აღარ ფიქრობს და ყოველდღიურად ცდილობს რომ შეაჩეროს ეს უკოსლად. რევოლუციაში შეიძლება ვიღაც გულისხმობს რაღაც კონკრეტული თქვათ რა ვიცი ადამიანის მთავრობიდან ჩამოშორებას ან შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს რომ რევოლუცია მოხდება მაშინ როდესაც დაიკავე კონკრეტულ ადგილს რაღაც სივრცეს მაგრამ ეს არ არის რევოლუცია იქნება მაშინვე როდესაც პოლიტიკა იქნება მრავალპარტიული როდესაც იქნება მშვიდობას დამყარებული როდესაც იქნება სამართლიანობა სასამართლოებში აი ეს იქნება რევოლუცია ნამდვილი რევოლუცია ანუ ჩვენ რაც არ უნდა შევცვალოთ 4-ში 5-ში თუ 7-ში ნამდვილი რევოლუცია მოხდება მაშინ როდესაც შევთანხმდებით იმაზე რომ ეს ქვეყანა არის ყველასი და არა ერთი კონკრეტული პარტიის კეთილი ბატონ სიმონ ბრიუსელისადმი ბრალდებებს მინდა დაუბრუნდეთ ეს ჩვენ გარკვეულწილად შევეხებთ თუმცა ახლა უფრო მეტად მინდა გავშალოთ ეს თემა და რატომ ევროპელ ელჩებს იბარებენ საგარეო საქმეთა საამისოში გუშინ გერმანიის ელჩს გადასცეს საყვედური დღეს სავარაუდოდ იგივე მოხდება ბრიტანეთის ელჩთან მიმართებაში იმიტომ რომ აი ახლა ამ წუთებში უკვე ბრიტანელი დიპლომატი იმყოფება საგარეო უწყებაში ხა რას ერჩის ხელისუფლება ბრიტანეთს ამას სავარაუდოდ გავიგებთ დღეს მას შემდეგ რაც საგარეო საქმეთა საამისრო განცხადებას გაავრცელებს თუმცა რაში ადანაშაულებენ გერმანიის ელჩს ეს უკვე მოვისმინეთ გუშინ საგარეო უწყების მხრიდან მას ერთი მხრივ რადიკალიზმის წახალისებასა და მხარდაჭერაში ადანაშაულებენ და საუბარია სწორედ პროტესტის და აქციის მონაწილეების მხარდაჭერაზე მეორე მხრივ კი ადანაშაულებენ მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობაში იქიდან გამომდინარე რომ კონკრეტულად გერმანიის ელჩი დადიოდა იგივე მომიტინგეებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებზე გერმანელი დიპლომატი რა ვიცი რამდენიმე თვის წინ ჩდებოდა თუმცა მისი საგარეო უწყებაში დაბარება ხდება ახლა. რატომ ახლა და არა მაშინ? ესეც მინდა გკითხოთ და ამავე დროს მინდა გკითხოთ, რას შეიძლება უპირებდეს ქართული ოცნება გერმანელ დიპლომატს და პეტერ ფიშერს თქვენი აზრით? ხო, რა ვიცი, მე ძალიან სუსტად გამოიყურება ქართული ოცნება, ანუ ეს დაბარებები არის რაღაცა ვითომ გუნდების თამაში, მაგრამ სინამდვილეში დიპლომატიური თვალსაზრისით გერმანიას ბევრად მეტი ბერკეტი აქვს საქართველოზე, ვიდრე საქართველოს გერმანიაზე. ანუ საქართველოს ვერ დააზიანებს გერმანიის პოლიტიკას, მაგრამ გერმანიის პოლიტიკა თუ საქართველოს არ იქნება შემოbrunებული და თუ ზურგს გვაქცევს ეს იქნება მნიშვნელოვანი ზიანი საქართველოსთვის. როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად, რომ ანუ საქართველოს გამოკიდებულია გერმანიის პოზიციაზე, როდესაც ჩვენ მაგალითად უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ, ხო? როდესაც საქართველოს მაგალითად ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პრინციპზე ველაპარაკებით სხვებს, ჩვენც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვერდით იდგეს გერმანია და არა ჩვენ საწინააღმდეგო პოზიციაზე. და ეხლა ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარიყოს საკუთარი თავი. მეტი არა, ანუ გერმანიას ვერ გარიყავს საქართველოს, მაგრამ საქართველოს შეიძლება საკუთარი თავი გარიყოს, როცა ევროპელ დიპლომატებს ამ ენაზე ელაპარაკება. არა და ირაკლი ყობახიძის აზრით ყველაფერი ის რაც ახლა ხდება, გერმანიას აზიანებს საკუთრივ გერმანელ დიპლომატ პეტერ ფიშერს და არა საქართველოს. გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს კიდევ ერთხელ განცხადებას, რომელშიც საკუთარ ელჩს მხარდაჭერას უცხადებს და მოკლე ამონარიდი ამ განცხადებიდან კატეგორიულად გმობთ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას გერმანიის ელჩის მიმართ და მის უსამართლო დაბარებას, მოკლედ, როგორც უკვე აღნიშნე, მორიგ ჯერზე წერს გერმანიის საგარეო უწყება ამის თაობაზე, მის მიერ კიდევ ერთხელ გავრცელებულ განცხადებაში. წინა სტუმარსაც ვკითხე, ხომ არ უჩანს პირი, რომ ქართული ოცნება გერმანიის ელჩთან დაკავშირებით ემზადება რაღაც ახალი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ელჩის გაძევება საქართველოსთან და თუ კი ეს ასე მოხდება, კიდევ ერთი კითხვა ჩნდება, არ ვიცი, რამდენად შეიძლება ახალი ელჩის პოზიციონირება იყოს განსხვავებული და ისეთი, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე მოიწონება ქართულ ოცნებას. ჩვენ ესე თუ გვაინტერესებს რა მოყვება ასეთ ბაქიბოქს, რასაც ქართული ოცნება ეწევა, შეგვიძლია დავაკვირდეთ აი მაგალითად გუშინდელ განცხადებას საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის. ხო, ჯერ იყო და ამერიკის მთავრობაზე საუბრობდნენ როგორც Deep State-ის აგენტებზე, მე თქვეს რომ Deep State-ს ვერ დაამარცხეს, მე თქვეს რომ ეს ამერიკა თურმე არადემოკრატიულ ძალებს უწყობდა რადიკალებს ეხმარებოდა საქართველოში და ეხა ეხვეწებიან რომ წერილზე გვიპასუხეო. აი ისე მთავრდება, ხო? ანუ თავიდან იწყებ რაღაც აგრესიული რიტორიკით და მე ხვდები რომ შენ უკვე არანაირი ძალა და წონა აღარ აქვს და იწყებ ხვეწნას რომ იქნებ წერილზე მაინც გვიპასუხო და ეს არის საცოდაობა. ანუ ეს არის საცოდაობა, იმიტომ რომ როდესაც შენ
რაღაც ურთიერთობებით უკვე დაალაგებული გაქვს და როცა რაღაცნაირად როგორც პარტნიორს გელაპარაკებიან აქედან როცა მიხვალ იქამდე როდესაც შენ რაღაცა ხვეწნის და მუდარის რეჟიმში გადადიხარ რომ აღიარემე იქნება დამელაპარაკო იქნება წერილი მომწერო ეს არის უკვე რაღაცა ისეთ სიცოცხლე რომლიდანაც გამოსავალი არ არსებობს ანუ აქედან ვეღარ მოიპოვებ შენ ხარდაჭერას და პატივისცემას ესეთ მდგომარეობაში არის ხა ქართული ოცნება როდესაც ბაქი ბუქობს რა ჩვენ რაღაცა საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე თუ არ დაგპატიჟებენ ელჩი სადღაც შეხვედრაზე აღარ წავა და ასე შემდეგ მაგრამ არავისთვის პრობლემა აღარ არის შენ თუ აღარ წახვალ რომელიღაც შეხვედრაზე იმიტომ რომ შენ აღარ წარმოადგენ სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანას ან შენი სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოსთვის ის კი არ არის რომ რაღაცა ნავთობი გვაქვს ან რა ვიცი რაღაცა წიაღისეული გვაქვს ისეთი რომელიც თელ სოფლიოს აინტერესებს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი სოფლიოში იყო ის რომ ჩვენ ვიყავით დემოკრატიული სამყაროს ნაწილი ანუ ჩვენ იგივე კულტურულ ფასეულობებს და იგივე პოლიტიკურ ღირებულებებს ვეყნობოდით ჩვენ პოლიტიკაში რასაც ეყნობოდა ევროპა და თუ ამას გამოაცლი ჩვენ პოლიტიკას მაშინ არაფერი არ დარჩება შენგან გარდა რაღაცა ესეთი მისია ბაქი ბოქის და გასაგებ ბატონ სიმონ თქვენ მიხეილ ყაველაშვილი ახსენეთ და ერთ კითხვას ვისარგებლებ შემთხვევით და მის შესახებაც დაგისვავთ მით უფრო რომ დღეს უნდა მოვისმინოთ მისი გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე რას ელოდებით ყაველაშვილისგან ეს რომ გითხრათ და მეორე მხრივ ხო რამდენად გაბედავს თქვენი აზრით ქართული ოცნება პარტნიორების კრიტიკას ახლა უკვე საერთაშორისო ტრიბუნიდან და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ყაველაშვილის მიერ ნიუ-იორკში ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრებზეც გთხოვთ თქვენი პოზიციის გაზიარებას ცნობილი ხდება რომ ის დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე მიიწვიეს და შეხვედრა გამართა ამერიკის ვაჭრობის მინისტრთან ისე როგორც ჰქონდა აუდიენცია ევროკავშირის რამდენიმე წევრის სერბეთის სლოვაკეთის პრეზიდენტებთან. ხო, აი ხომ არ ნიშნავს ეს შეხვედრები იმას რომ ნელა მაგრამ ყაველაშვილს მაინც იღებენ როგორც საქართველოს პრეზიდენტს. გუშინ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა რაც გაიმართა იყო ეს რაღაცა ევროატლანტიკური მიმართულების შეხვედრა რომელიც მარკო რუბიომ გამართა და ყველა იყო დაბადებული საქართველოს პრეზიდენტის გარდა სომხეთის იყო დაბადებული აზერბაიჯანი საქართველოს არ იყო დაბადებული ეს ძალიან სამწუხარო რამ არის აი რაც შეეხება გაბედოს ყველა შეუძლია რომ გაბედოს აი მაგალითად შევარდნაძეს აქვს ძალიან კრიტიკული გამოსვლა თავის დროზე გაკეთებული გაეროში სადაც ის ადანაშაულებდა დასავლეთს რომ საკმარისად მხარი არ დაუჭირა საქართველოს აფხაზეთის ომის დროს მაგრამ შევარდნაძეს ჰქონდა წონა და ჰქონდა კავშირები და ჰქონდა გავლენა სოფლიო პოლიტიკაზე და ყაველაშვილი საერთოდ ვინ არის სრული წარმოსადგენია რომ სოფლიოში იცოდნენ ან მისი სახელი იცოდნენ ან მისი პოლიტიკური წარსული იცოდნენ ან მისი პოლიტიკური გავლენები იცოდნენ ან საქართველოში არ აქვს მიხეილ ყაველაშვილის გავლენა ან ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ყაველაშვილს შეუძლია ვინმე დაარწმუნოს საქართველოში რამეში ანუ ყოველ შემთხვევაში არ გვინახავს არაფერი სადაც ყაველაშვილი მიხეილ ყაველაშვილი იყო რაღაც პოლიტიკური ნაბიჯის ინიციატორი და შემდეგ საკუთარი არ ვიცი ჭერმეტყველებით თუ საკუთარი მოქმედებით თუ საკუთარი ხალხით თუ მისი მხარდამჭერების მეშვეობით ვიღაცა რაღაცაში დაარწმუნა და არ ვიცი რა აზრი აქვს ამ გამოსვლას თუ შენი წონა მუდმივად იკლებს ხო ეს არის პრობლემა თორე სადელზე რა ვიცი შეიძლება უბრალოდ პროტოკოლის ნაწილი იყოს რომ ყველა დაგპატიჟონ და შენც მოხვდე ამ სიაში ხო 200 კაციან სადელზე 200 ქვეყნის ხელმძღვანელი თუ მივა მიხეილ ყაველაშვილიც იქნება მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი არის ეს კონკრეტული მიზნით იმართება რაღაც შეხვედრა, სადაც შენ უნდა შეძლო რომ 10 ან 15 წუთში მოახერხო რომ საკუთარი მესიჯი გადასცე და შენი ერთ-ერთი მესიჯი თუ ეხლა რაც წავიკითხეთ ეს არის რაც თვითონ გამოაქვეყნა მიხეილ ყაველაშვილმა რომ წერილებს გვიპასუხეთ, ხო? ეს არის რაღაც ასოდაობა. წერილების პასუხი არ არის საქართველოს ინტერესი. საქართველოს ინტერესი არის მაგალითად კონდეს მშვიდობა რეგიონში და არა მხოლოდ საქართველოში. ან საქართველოს ინტერესი უნდა იყოს, რომ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბატონ სიმონ, 2 წუთი დაგვრჩა და ბოლო კითხვა მინდა იმ დაკავების მორიგ სერიაზე დაგისვათ, რომელსაც საზოგადოებას სთავაზობს სუსი. დაკავებულია ვანში ქართული ოცნების საკრებულოს წევრის ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის თანამშრომლები, თავად პაიკიძე ეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, ვინაიდან საგამოძიებო უწყების ინფორმაციით ის მიმავლაში იმყოფება. ირკვევა, რომ პაიკიძეს ნათლი მირონობა აკავშირებს გრიგორ ლილუაშვილთან, რის გამოც ბევრი ფიქრობს, რომ არ ვიცი, სუსი უახლოვდება სწორედ გრიგორ ლილუაშვილს. თქვენ რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ ეს კონკრეტული შემთხვევაც და ზოგადად დაჭერების ის ასე ვთქვათ სერიები, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედავთ?
ეს დაჭერები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ქართულ ოცნებას უნდა რომ გვაჩვენოს, რომ ის ძლიერია, რომ ჩვენ გვეშლება და ანუ ვერ ხედავთ სწორ სურათს, რომ ესე იგი მათ შეუძლიათ დაიჭირონ საკუთარი მომხრეებიც კი. არ არის ძლიერი ქართული ოცნება? არა, ამაში ჩანს, რომ სისუსტე, ქართული ოცნების სისუსტე, ანუ ქართულ ოცნებას არ შეუძლია საკუთარ მომხრეებს შესთავაზოს კანონიერი გზა, კარგი ცხოვრების. ანუ ჯერ სთავაზობს უკანონო გზას იმისთვის, რომ აკონტროლოს და მერე როცა დაჭირდება, მერე ამ კონტროლის მექანიზმს იყენებს. ამას აკეთებდა საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირი როცა სუსტი იყო, მაშინ შესთავაზა კორუფცია ყველას, რომ მოდი ყველანი ჩაერთოთ კორუფციაში, მაგრამ როცა ჩვენ დაგჭირდება, მაშინ ჩვენ ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ თქვენ იყავით გამყიდველები და თქვენ იყავით რაღაცა ეს უცხო ქვეყნის აგენტები და ჩვენ შეგვეძლება რომ ჩვენ დაგიჭიროთ. ეს არის სუსტი პოზიციიდან პოლიტიკა. ძლიერი პოზიციიდან პოლიტიკა გულისხმობს დემოკრატიულ მმართველს, სამართლიან სასამართლოს, ძლიერ პოლიციას და დამოუკიდებელ გამოძიებას და პროკურატურას. სუსი გრიგოლ ლილუაშვილს და მეტიც ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თქვენ რამდენად ხედავთ კონტურებს, რომ ეს სწორედ ასეა. მე მგონია რომ სუსის ამოცანა ახლა არის ის, რომ რაღაცნაირად მოახერხოს, რომ დააშინოს ქართული ოცნების წევრები და მათი მომხრეები ყოფილი თავრობის წევრები, რომ არ გაიქცეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი შანსია, რომ დაიშლება ახლა ეს კოალიცია სინამდვილეში იმ სხვა ფრაქციებია, რომ ეს ფრაქციები დაიშლებიან და ერთმანეთს სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას გაუმართავენ და ამ შიშის გამოხდება ჩემი აზრით ეს ყოველთვის. კეთილი, მადლობა სტუმრობისთვის. სიმონ ჯანაშია პასუხობდა ჩვენს კითხვებს და სტუმარს დავემშვიდობებით. დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია, თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათით დაგემშვიდობებით. დღეს ხუთშაბათია, შესაბამისად საღამოს 9:30-ზე თავისუფალ სტუდიაში ჩავხდებით ერთმანეთს, ასე რომ დროებით.